ხეისი გუდამაყარში ნასოფლარია დღეს. ისეთი სევდიანი, როგორც ძველი მტვრიანი პიანინო. მეზობელ სოფელში მოვისმინე ბომბორას ამბავი. აბე ხეისელი იყო, ჩვეულებრივი გუდამაყრელი კაცი. ჰყავდა ოჯახი და ჰქონდა ძველი მამა-პაპისეულის სახლი. ხო, კიდევ ბომბორა ჰყავდა. თუმცა ბომბორა რომ იპოვა, აბეს უკვე აღარავინ ჰყავდა ხეისში, მარტო ცხოვრობდა. იგი ბოლო მოსახლე იყო სოფელში. დანარჩენები ზოგი აღარ იყო, ზოგიც ბარში ჩავიდა და აღარც ამობრუნებულა. ბომბორა გზის პირას იპოვა აბემ, პური მოუტეხა, მათარიდან ცოტა წყალი დაალევინა პეშვით და არც დაფიქრებულა ისე წაიყოლა სახლში. მას მერე ისინი სულ ორნი იყვნენ. აბე ისე დაბერდა, ერთი თვე ტახტზე იწვა. არავინ იცის რა სჭამდნენ ის და ბომბორა, ან როგორ ცხოვრობდნენ, ვიდრე ერთ დილას გუდამაყარში აბეს ძმისშვილებს არ მიუვარდა ბომბორა. ჰო, მივარდნილა, ყებდა, ტრიალებდა და ტანისამოში ეკაჩებოდა თურმე კაცებს. ხეისი დადუმებული დახვდათ. მხოლოდ აბეს მძიმე სუნთქვა ისმოდა. გუდამაყრის ავადმყოფოში აბესთან ერთად ბომბორაც წაიყვანეს. მაშინ არ იცოდა ძაღლმა, რომ ეს იყო უკანასკნელი მგზავრობა საყვარელ პატრონთან. აბე ხეისში დამარხეს ძველ სასაფლაოზე. ბომბორა აბეს ძმისშვილმა დაიტოვა სახლში. სინდისი აწუხებდა და როცა ხორცის ნაჭრებს უყრიდა ძაღლს, თითქოს გულზე მოეშვებოდა ხოლმე. ბომბორა ჭამდა. უკვირდათ. ეგონათ ძალიან იდარდებდა. ოღონდ საკვირველი იყო, რომ ყოველ დილით ქრებოდა ბომბორა და დაღამებამდე არ გამოჩნდებოდა ხოლმე სახლში. მოვიდოდა და მაშინვე წვებოდა. არც მოფერებაზე რეაგირებდა და არც დაძახილზე. აბეს რძალი წამოიძახებდა ხოლმე. ქა, რისთვის გვინდა ამ ხელა ძაღლი, არაფერი მაგას არ ეყურებაო. მაგრამ ქმარი ძაღლივით შეუღრენდა ხოლმე და ისიც ჩუმდებოდა. სამი თვე ისე გავიდა, ბომბორას ერთი ჩვეულებაც არ შეუცვლია. სტუმარივით იყო, გაიღვიძებდა, შეჭამდა და გაქრებოდა. ერთ ღამეს ბომბორა არ დაბრუნდა. ეძებეს, მოიკითხეს, მაგრამ ამაოდ. იფიქრეს, თავისნება ძაღლი იყო და წავიდა ალბათ სადმეო. ზამთარი რომ მოახლოვდა, აბეს ძმისშვილმა გადაწყვიტა ხეისში ბიძის სახლისთვის აეხედა. გაემაგრებინა და დაეკეტა, რა კი აპრილამდე იქ აღარ გადავიდოდა. ცხენი ყალყზე შედგა აბეს ეზოში. კაცმა სადავე ღონივრად მოზიდა. ჩამოხტა და ეზოში შეაბიჯა. ხის ძველი სახლის ღურბლზე ტყავი და ძვლები ეყარა. კაცმა თავში შემოიკრა ხელი, ბომბორა, შესამგლე შენა, აკი სამგლედაც გამხდარ ხარო. აქ დადიოდი განა ყოველდღე. ფრთხილად წამოკრიფა ძვლები და ტყავის ნაგლეჯები. ტილოს ჩანთაში გაახვია და ეზოში ჩაფლა. მერე მოშუა დღევებულზე ორნახად მწარე არაყს სვამდა და ცხადად ხედავდა ბიძამისის სახლის ღურბლზე გლებთან შებმულ ბომბორას. აკი შენ უფრო კაცი ყოფილ ხარ ძაღლო.